ქალბატონებო და ბატონებო, დღეს პირველად ხდება ისე რომ ეს გადაფარებულია, მე მგონი წეღან დედაჩემი შემოვიდა და რასაკეთებოდა ვიდეო უნდა გადავიღოთ თქო და გავედი მე სანამ ცივიღავა გავიკეთე. იქამდე დედაჩემა გადააფარა. რომ ვაიმე, ხარ გამოჩდეს რომ რაღაც ბინძურია ოთახში. სანაგვეში რომ ცხოვრობ მე პირადად, ჩემი მთელი სახლი დარსედალაგებულია, ჩემი ოთახი იმენა აეჭი. სხვათა შორის მე ბავშვობაში ერთხელ ვაკის პარკში, თუ ვერის არა. ვერის პარკ, რა ქვია იმ ბარ? მრგვალი ბაღი რო არის ვაკეში რა გავჩი. მანდა ვიპოვე ობობა. ჩავსვი ბოთლში და წამოვიყვანე სახლში და სახლში მყავდა ობობა. იმიტომ რომ ობობები კალიებს ჭამენ. მოდი დღეს ვისაუბროთ კვებით ჯაჭვზე. ხო, არსებობს ეს კვებით ჯაჭვი. ხო, აი ჭიაყელები რაღაცებს აკეთებენ, ხო? მიწიდან ისეთ რაღაცებს ჭამენ, რაც მიწისთვის კაია, იდეაში. ანუ მიწაში თუ ჭია არის, ის მიწა შედარებით უფრო ნოყიერია ხოლმე რა, მე მგონი ეგრეა. ხო, მე ამ ჭიაყელებს რაღაცები ჭამენ. მე არიან კიდე რაღაცები, რაც რაღაცებს ჭამენ. აი და ყველას აქვს რაღაცა ისეთ თვისება ხოლმე, რომ აი რაღაცას აკეთებს რა, აი დედამიწისთვის რაღაცას აკეთებს. აი და სულ ყოველთვის მაინტერესებდა, რომ აი რა ჩემ ფეხებს აკეთებს კალია. ვინმე რომ ამიხსნას. აი გაკალია, აი ესე დადის დახტუნავს, რა შვება, აი რა. რაღაცა იმებს ჭამსო, ფოთლებს ჭამსო. რო ჭიან ფოთლებს ჭამსო რა მოსავალზე. მე შევჭამ. აგის დედავატრი ოღონდ კალიები არ არსებობდნენ ძმაო. ჯერ ანუ სოფელში ძმაო მე ნანახი მყავს კალიები ხელში ვისვამდი და ისე ვათამაშებდი და ვერთობოდი კალიებით და კალიებიც არ მგონია რომ ცუდად ყოფილიყვნენ ჩვენს მიმართ განწყობილი. ზოგადად კალიები არაფერს არ დაგიშავებენ არასდროს. თუ გახტება მხოლოდ იმის გამო გახტება რომ ცხელი ხარ. ეგენი ხო სითბოს და სინათლეზე მიდიან, იმიტომ რომ სინათლე სითბოს ასყევს. ხო, ეხლა სითბოსკენ რომ მიდიან შენ ხარ თბილი რა და всё, მოგახტა შენ. რა ქნას? გონია რომ რაღაცა კაი ხდება თბილი რო. მაგიტო არის სიცხეში რო ჩდებიან, რომ აი თბილა რა რაღაცები იჩდებიან. მარა აი რა რო არ არსებობდნენ რა დაგვენძრა მსოფლიო თუ რა. დაგვენძრეს, ოღონდ არ არსებობდნენ ძმაო. არ მესმის რა, მართლა ვერ ხვდები რა და აი და იმას ვიძახი რომ ოღონდ აი სოფელში, ყაზბეგში, ჩემთან. კალიები არიან მწვანე ძმაო. მწვანე ლამაზი აი ამ ხელა მაქსიმუმ, აი ესეთი, ეგ დიდი ვაჩვენ. მოკიდებ უკან ფეხებში, დაისო ხელზე, ერთხელ რო დაისო მე რაღაც მიხტუნავს. თან ლამაზები არიან რა, ანუ ეს მწვანე ფონი ისი აქვს რომ აი ლამაზია. თბილისში რატო არიან ამ ხელები? აი ამ ხელები და ყავისფერები, იმ მწვანერის ფერები, რატო აი ამ ხელები რატო არიან? რატო მინახავს ჩემი კატა როგორ ეომებოდა კალიას, აი. კატა ყავს, აი კატა. აი ესეთია, დიდია, არ ვიცი ვისაც ნახი ყავთ. ბრიტანული ჯიშის 13 წლის კატა არის. 12. ბლად. კავჩი ზროსლია რა. 2014-ში მოვიყვანე. ამ სახლში ახალი გადმოსულები ვიყავით, რომ მოვიყვანე. ხო. რამდენი წელი? 11 წლისა. და აი ეგ კატა რატო ეომებოდა კალიას? ანუ განა tkაც და ურტყავდა. აი მინახავს როგორ ერთობა რაღაცას პატარა წერით რა. ესე tkაც ურტყავს და ის რო დაადბის ეს ვერ ხვდება რომ სადგარ მიხარ შენ ბოზო და ურტყავს. და აი კალიასთან მქონდა ხელჩართული ბრძოლა ძმაო და აი რავი რა. სხვათა შორის გუშინ იყო პირველი დღე როცა მე ყავის გარეშე ვიყავი ვიდეოში. ანუ ჩემი სახლიდან ვიღებდი და ყავის გარეშე ვიყავი ვიდეოში. ეგეთ რაღაც არ ვახსოვს. ეს დაჟგალკები ეს მოგიყევით გუშინწი მოვყარე ვიღაცებს. სამსახურში მივედი, არც ერთი სანტებელა მქონდა. და ეხლა მაქვს 3-ვე. ერთი მეორეზე უკეთესები, თან 2-ისაა. ეს რა. აი ამ ხვას რო უშვებს, რა ქვია. და ერთ წელი ანთებს იმენა. აბა. ვორზაჟიგალკი. Короче. დღეს მინდოდა რაზე მინდოდა ლაპარაკი წარმოდგენა არ მაქვს ვაფშე. და ფეხზე მაქვს ნაკმენი, ანუ რა ბევრ რაღაცას ხო უკმენია ჩემთვის და ესე ткаც და
და აი აქ მაგ რაღაცა რგვალად. ფეხზე მაგ ნაკმენი ზოლზე, აი ესეც მაგ. აი მხელა ადგილზე ასე ზოლზე არის. ანუ ნაკმენი კი არის ნაჭამია ეს დედა. ანუ ვიღაც ტიპი აი აქ დაჯდა და ჭამ და აქამდე მოვიდა. სისულელეა რა. ხო და არ მევასება რა ეს კვებითი ჯაჭვის მო. დავშავოთ ეგ კვებითი ჯაჭვი. აი ხო შლიან ვიღაცები, ვეგეტარიანები ხდებიან რა. ეგ ხო ცუდი ჩაშლა. ვეგეტარიანელებს გადავიღოთ ხვალ. მაგრამ მოდი დღეს არ დღეს პროსტა კვებით ჯაჭვზე ვილაპარაკოთ რა. ანუ ცხოვრება ეგეთი არის რა ზოგადად. ადამიანების კვებით ჯაჭვში ჩამულები რო ვართ, უნდა შევეგუოთ მაგ ყველაფერს და აი ხა მაგალითად აი შუა ტყეში რო გავიჩიტოთ ჩვენ ლომი და დათვი, ჩვენ შევჭამენ. ჩვენ თუ არაფრის გარეშე ვართ, ჩვენ მკვდრები ვართ. მარა არა. იქ დრო ხარ უნდა დაკლა. კაროჩე. კაი მაგაზე ხვალ თქო. ხო და არ არის ეგ სწორი რა. ანუ ჩვეულებრივად უნდა ვიცხოვროთ, უნდა შევეგუოთ რეალობა როგორიც არის. რეალობა რო გაძლევდეს იმის საშუალებას, რომ აი მოდი არაფერი არ ვქნათ და აი არ ვიყოთ ამ კვებითი ჯაჭვის ჩვენ აღმატებული ისენი. არაფერი აღმატებული კი არა, მაგაცზე ცხოველი ხარ, ვიდრე ბოდიში მომთხოვია, ვინც პირადად შეურაცხყოფათ მიიღეთ, მაგრამ ანუ აი ყველაზე ცხოველები ჩვენ ვართ, ძმაო. ჩვენ რეებსაც ვაკეთებთ ეგეთ რაღაცებს, დარწმუნებული ვარ, რომ ცხოველები არ აკეთებენ. ეხლა მე ვიცი ადამიანი, რომელსაც ავიცი აი ცოლი თავის ძმასთან ღალატობდა. ლომი, დედა ლომი ხო არის აქვს მაგას. აი სიმბას ძმა არ ყავდა, მაგრამ რა ქვია ნაირა ერქვა თუ რა ერქვა იმ გოგოს. გოგო დედალ მეფელობს რა ერქვა. დედოფალობს რა ერქვა. ნალია, ნაილა, ნელი. ნოდარი, არ მახსოვს. კაროჩე, ხო. ეგა. ის ხო არ იკადრებდა სიმბას ძმასთან. და მე ვიცნობ ეგე, ვიცნობ რა, ვიცი რა ეგეთი ხალხი, ბევრი ვიცდა. ეგეთ ქვეყანაში ჩვენ ვის ცხოველობაზე ვლაპარაკობთ. აი ძალიან მაინტერესებს ახლა. ან აი რა ვიცი ძმო. გუშინ მე დავახობ რომ ვიჩხუბეთ. აი ეგეთი ჩხუბი ძმო ცხოველებში არ მოხდება. რონალდო ჯობია თუ რონალდუ მაგაზე, აი არ ჩხუბებენ. იმიტომ ჭკვიანები არიან ძმო. ჩვენ ვართ დებილები. მაგრამ ცუდი ისენი ვართ ადამიანები რა. ბოროტები ვართ თან. თან ვიძახით რომ არა ამას სიკეთისთვის ვაკეთებ და მაინც ყველა პროჭოებს ვაკეთებ. ხო ვერის ვქენით რა. ადავპტირდით. ნეტა დედამიწას რა ეშველობა ეგ მაინტერესებს. იმიტომ რომ აი ყოველთვის რაღაცა ისე შვებიან ხოლმე, როცა რაღაცა ეს პოპულაცია მრავლდება, მე იწყებენ ხოლმე ომს რა და ამ ომისთვის ძალიან ბევრი წინაპირობა იყო ახლა შექმნილი. და ახლა ნელ-ნელა წყნარდება ეგ ყველაფერი და იქნება გვეშველოს, რა ის თქვით. იმიტომ რომ ახლა თურქეთი და სომხეთი კვებითი ჯაჭვიდან თურქეთი და სომხეთის შერიგებამდე რომ მივედი, თურქეთი კი არა, აზერბაიჯანის სომხეთის შერიგებამდე რომ მივედი, მალადეც მე. მაგრამ იდეაში საქართველოსთვის კარგ საფერს არ მოიტანს, იმიტომ რომ ყველა ის რაც აზერბაიჯანიდან სომხეთში არ გადიოდა, ტავარი რა რაღაცა აბრეშუმის გზა კი არა და ესა რა რაღაცა ტრაილერები და ისინი რას ყიდულობდნენ, ანუ ხო ხვდებით რას ვიძახი. მე კიდე ცოტა მეძინა დღესაც. გუშინდელთან შედარებით ჩიტივითავ. კაროჩე, ანუ ნებისმიერ რაღაცა რაც გაივლის ახლა რაც ჩვენთან გამოდიოდა და ჩვენ მაგაში ფულს ვიღებდით და ვიღაც ტიპები შემოდიოდნენ და ფულს ხარჯავდნენ აქ და პლუს კიდე ჩვენ გვიხდიდნენ რომ ვიღაცებს თავისი საქონელი გაეტარებინათ საქართველოს გავდით. ეხლა შეიძლება ეგრევე აზერბაიჯანიდან სომხეთში შევიდეს, სომხეთიდან თურქეთში და დაიზოგან მაყუთი. დავრჩით ისე ჩვენ. ხვდებით რას გulis ხო? და ეგ მაგრამ კაი არის, რადგან შერიგდნენ, კაი არის. იქნება ჩვენ გვეშველოს რაღაც. просто ვის დარჩა ყარაბაღი ეგ არ ვიცი. ვერ გავიგე. სიმართლე რო გითხრათ, თან მე როგორც ერი ორივე ტიპი მევასება, ანუ საქართველოში დაბადებული და გაზრდილები, ვინც ვიცი, სომხებიც და აზერებიც, ყველა კაი ტიპი არის, რა ვიცი, ანუ ესე ნეგატიურად ვერავის მიმართ ვერ ვიქნები განწყობილი მე. იმენ კაი ტიპები არიან, ხარ დროს რაღაცა ისეთი არ მომსვლია მაგათთან, რომ რაღაცა არც რასისტები არ არიან, არც შოვინისტები არ არიან. даже საქართველო იყო ერთადერთი ადგილი, სადაც სომხები და აზერბაიჯანელები ერთმანეთს დადებითად ეკომუნიკაციებოდნენ ხოლმე და. რა ვიცი, ხა თუ შერიგდნენ ჩვენ რა გავაკეთოთ. არა, საქონელი აგვეხა, ეგ უეჭველია რა. მაყუთი აგვეხა, მაგრამ
რა აზრი აქვს მოგყვი შენ საღა ჩვენ მთელ ქვეყანას არ ხმარდებოდეს. კაროჩე. სად ვიყავი, რა ვიყავი, რა შვებოდი. რა კვებითი ჯაჭვირებზე მინდება ხოლმე ლაპარაკი. მე მევასება კუები. აი, კუები. ერთხელ მყავდა კლასელი არა, ერთი კლასელი მყავდა, რომელმაც უთხრა, რომ ეს საზაფხულო დავალება გქონდა და რომ უნდა დაგვეწერა ჩვენი საოცნებო რაღაც, სახლი თუ რაღაც და ამან დაწერა, მე დიდი რო გავიზრდებიო, ერთი ოთახი ჩემი იქნებაო და გავავსებო კუებით. და ჩემი მასწავლებელი საკმაოდ ენა კლიმატი ქალბატონი იყო და უთხრა, რომ გაანიავე ხოლმეო. მაშინ ძალიან სასაცილო იყო რა, მე გეუბნები 2006 წელს. მაშინ ძალიან სასაცილო იყო. კიდე რა არის? კვებითი ჯაჭვი, ყველაზე მაგარი როჟები არის ობუბები ძმო. ჭამენ ყველა მწერს, რაც ტვინსა, აი ყველაფერს ჭამენ. შემოელო ჩემი თავი, იქ პეპელა გამოისვეს კბილებში, იქ ისა კალია, ნახუი, იქ შენ გაებმევი, ადამიანი გაებმევი, შენ ჩეკჭამენ, მოგხედავენ როგორღაც ის ქსელი ისა რა, მარტო იქ კი არ იჭედები მწერი. ის რაღაცა მჟავას გამოყოფს და გეწვავს რა, ეგ ქსელი. რა და მაგარია. ვაფშე აზე არა ვარ, ეხლა სიმართლეს ვიძახ თუ არა, მაგრამ ეგრე მგონია რა. დაწუნებული ვარ, რომ ობუბების ქსელს რაღაცა მჟავა აქვს და ასუსტებს იმებს. რა დარწმუნებით ლაპარაკობდი, გეგონა ობობოლოგი ვიყავი. მაგრამ ხო, კიდია რა მევასებიან ობუბები და ვსო მორჩა, რაღაცა სპეც იმებს დაუმატებ კიდე რაღაც. ესე ჩვევიან თუ უნდათ. კაი არის, ყველაფერი კაი არის, ცხოვრება კაი არის, კალიები არის ცუდი მარტო რა. აი, სომხეთი და თურქეთი კი აზერბაიჯანი რო შეიგნენ, ეგ საუკეთესო ამბავი არის, მიუხედავად იმისა, რომ აყუთე აგვეხა. კიდე რა მოხდა, რამე ისეთი ხო არ მოხდა. ჰამბურგში გადავიდა გოჩოლეიშვილი ძმო, ეგეც აი ტრანსფერი, აი მენა გადავწექი, რომ მეთქი მალადეც. კაი არის, ეგ ტრანსფერიც კაი არის, გვეშველება. ფეხბურთელები უკვე დავაბინავეთ. ერთი აი ზურიკო ყავს, რა გუშინაც მაგას ვატრაგებდი. ზურიკო ყავს დარჩენილი რაღაცა ისეთ გუნდში, რომ აი თან დიდი გუნდია და თან ჩოჩიალა გუნდია რაღაც და. ნო და ეგრე რა. ამასთან უყურებდი ჯავახას რა. უჯარი მოცდა, იქ იძახდა, რომ ბრაიან ბიუმო ისეთი ფეხბურთელია, რომ დაგუგლო მომიწია. ჯავახა ძალიან კარგად ერკვევა ფეხბურთში. და დარწმუნებული ვარ, რომ არ მოუწია დაგუგლო არა და ძალიან კარგად იცოდა ბრაიან ბიუმო ვინ იყო. როსტა ხუმრობა უნდოდა რა, იმიტომ რომ ხალხმა არ იცის ალბათ. საზოგადოდ ბრენფორდის შემტევები. ივან ვისა და ბრაიან ბიუმო ეს ორი იყვნენ იმენა მონსტრები ძმო ბრენფორდში. 60 გოლი გაქონდათ ხოლმე ორივეს ერთად და მე ტრაექტად ორი კაცი არის. აურე ერთხელ მინდა რომ აი რაზეც დავიწყებ იმას დავამთავრო ძმაო რა. ხვალ ვილაპარაკოთ ვეგეტარიანელებზე. ეს პარკი კიდე არ ჩაბოხსნა. 3 დღე არის ასე არის გაფენილი. რას აკეთებს ეს პარკი? ეგ მაინც ვიცოდე. აი რისთვისაა ეს პარკი გაფენილი? ეხლა რომ განახოთ მწვენე, იმიტომ რომ ჩემი ტრუსიკი არის გაფენილი, მაგრამ აი ეს პარკი რა შვება? აი რისთვისაა ეს პარკი? თან ეხლა რომ მოხსნა, მე უეჭველი მეჩხუბებიან. გახსოვთ ეს პარკი? გუშინაც იყო პარკი. ცელოფანი რა პარკი რაღაც. ჩემი ხედი არის სახლიდან პარკი და მე იქ კიდე პარკზე პარკი არის კიდე. მე კარეკილი მაქ. ნაპოლეონი ვარ. მე შენ გინდა რომ ჯონ ლენონის მკვლელი ვარ და პოლიციას გადამცე. ნახე გაგვთეგა. ჯაპანაროზის. ხოინა რა ვზღრიალებ. აიგა, არ გაგვნახე. აუ რა მაგრამ მევასება ეგ კაცი. ჯაპანა იყო აი კაცი. აი ეგ იყო პიროვნება ძმო. კვებითი ჯაჭვიდან ჯაპანამდე მივედი. კიდე რა შეგვიძლია? აბა, სადამდე მიდის ჩვენი ზღვარი? აი ჩემი პირადი ზღვარი მაინტერესებს. მე მოდი ბოლომდე გავაწუნინოთ, აბა რა დებილიზმამდე მივალ მაინტერესებს. აუ რამე ახალი ანიმე მირჩიეთ რა, რამე ისეთი რა. საინტერესო იყოს და 12 სერიანი არ იყოს. დავიღალე ამ 12 სერიანი ანიმეების ყურებით და აპელში აიმენა.
უყურე მორჩება. მე მეორე სეზონი გამოდის, დავიწყებული მაქვს პირველ შემოხდა. აპა, მეთქინე, თავიდან უყურე მორჩება. ატა. აია. კარგი, პერდოზი გაქვთ თქვენც და მეც მე მგონი. ორა. ეხლა 20-ში დავგაზავ მე ბერძნებში. ჭიპა იყო იმაში. ფუ პოდკასტში. გამოსირებული, არც უთხრა ჩემი ძვაგაცე იყო. არც ეგარ უთხრა, არც ის არ უთხრა რომ მაფიას თამაშობდა. შუგას ძმაკაცია, შუგას კლასელია დაზე, შონომალის პაძელკარ უყავს. მაგის კლასელია, არაფერი არ უთხრა, ესე იჯდა და დებილობებს იძახდა. და შოთია გურუ, ცოლობა ვისაც თხოვა. ეგეთ ჩემი ბავშვობის მეგობარი არის, რომელიც მანსანკანს თამაშობდა ჩემთან ერთად და მე რაღაცა სამსახურების გამო ჩავიკარგეთ. მაგრამ ნიჩიო, გაინც კაი ბიჭი. და ცოლობა ვიყვანა. ეგეც კაია. Короче, თამამა ჩემი ძლია თქვა, რომ ვინც ფუ პოდკასტში იყო, ვინც ჩანდა. ყველა კაი ტიპი იყო. კი არა და ყველა ჩემი ძვაკაცი იყო. რაღაც ეტაპზე. მაინც. რაღაც ეტაპზე. თქვენ ჩემი ვენომი ნანახი გაქვთ. ტრიანი არის, მაგრამ აინც განახეთ. ნაკი. მარველისა. მაგარი კაცი არის, მაგრამ მე ასე ვენომი. ზუმინდოდა რომ ვენომი ყოფილიყავ. თქვენ ვინგინდოდათ რომ ყოფილიყავით. აი ეს არის კითხვა, რომელზეც პასუხი უნდა გაეცეს.